დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გაცემის შემდგომ სტუმრებთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ბეჭდურად გამოსცა მოქვის სახარება. ამასთან დაკავშირებით სტუდიაში მოვიწვიეთ თამარ კაკუბაო, რომელიც გახლავთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი რესტავრატორი ასმად გვაზავა. მოგესალმებით, დილა მშვიდობისა. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმრები. დიდი მადლობა ასევე სტუდიაში მოწვევისთვის და ჩვენი თემებით დაინტერესებისთვის. რაც შეეხება მოქვის სახარებას, ჩვენ 20 მარტს ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქვის სახარების ახალი ალბომის პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა სამ ენაზე, ქართულად, აფხაზურად და ინგლისურად, ევროკავშირისა და გაეროს ფინანსური მხარდაჭერით. ალბომი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის, ყველაზე კარგი გამოცემა, რაც კი შეიძლება გქონდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. კარგი იქნება ასევე სასაჩუქრად. რა თქმა უნდა, სასაჩუქრადაც ძალიან კარგი იქნება. მისმანი, აი თქვა, საინტერესოა, ხო, ალბათ უჩნდება. სამენოვანი, ხო, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე არის გამოცემული. ქართულად და სამენოვანი არის. ესეც რა მიზანს ემსახურება? ეს რომ აფხაზურ ენაზე გამოიცა. ეს რომ აფხაზურ ენაზე გამოიცა ეს აღნიშნული ალბომი ემსახურება მიზანს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კულტურული გზით, ასე ვთქვათ, აღდგენის და საერთო კულტურული ღირებულების, ასე ვთქვათ, ჩვენებით საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მოქვის სახარება და მოქვის ტაძარი ვფიქრობ, არის საერთო კულტურული ძეგლი. და რაც შეეხება მოქვის სახარებას, მოგეხსენებათ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი იყო მოქვის სახარების გადარჩენა. საქველმოქმედო კამპანიები ჩვენ 2010 წლიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ყოველთვის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის. სახარება ახლა სტაბილურ მდგომარეობაშია ჩვენი რესტავრატორებისა და უცხოელი რესტავრატორების დახმარებით. რესტავრაციის პერიოდი პროცესის შესახებ. საკმაოდ რთული იყო, უნდა ჩატარებია მოქვის სახარებას რესტავრაცია, ეს იყო სრულად კონსერვაციის პროცესი და ძირითადად გამაგრდა ფერწერული ფენა ლოკალურად, ანუ ის დაზიანებული უბნები, რომელიც კავშირი იყოს დარღვეული ოქროს ფენასა და მაკავშირი და მისი გადაშლას, მოძრაობას, ექსპოზიციას გამოფენა საკმაოდ დამაზიანებელი იყო მოქვის სახარებისთვის და იმ სხვა სპეციალისტებთან ერთად შევძელით დღეს უკვე მოქვის სახარება შეიძლება ითქვას, რომ კარგ მდგომარეობაშია, გვაქვს იმის საშუალება, რომ გამოვიდეს საკერა ალბომი და მოხდა მისი სრული დიგიტალიზაცია. და იმედოვნებ ეს არის მუდმივი პროცესი, ზოგადად ეს კონსერვაციის პროცესი მუდმივია, თუმცა დღესდღეობით უკვე მინიატურებით, როგორც ვიცით, საქვეყნოდ არის ცნობილი მოქვის სახარება და აი ახალ გამოცემაში, ბეჭდურ გამოცემაში, ბეჭდურ გამოცემაში მინიატურა და ახალ ალბომში მოკლებლივ ყველა მინიატურაა შესული. ჩვენ მქონდა საშუალება, როგორც უკვე ასმათ აღნიშნა, გადაგვეღო უკვე კონსერვირებული მოქვის სახარების სრული ასლი, რითაც შემდეგ უკვე მოხდა ამ ალბომის გამოცემა. და როგორი გამოხმაურება აქვს ახლა უკვე? საკმაოდ რიცხვში იყო პრეზენტაცია და საკმაოდ დაინტერესებულია საზოგადოება ამ ახალი ალბომით, რადგან როგორც უკვე აღნიშნა არის საუკეთესო ხარისხის გამოცემა და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი დაინტერესება იქნება მომავალშიც. აი 27 მარტს 13 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს თავმეფის კუთვნილ ეგრეთ წოდებულ ვანის 4 თავს ახალი რესტავრირებული ყდით. ამის შესახებაც რომ გითხრათ? ჩვენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრის ბატონი ზვიად კორძაძის ფინანსური მხარდაჭერით მოვახდინეთ რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობის შედეგად მოვახდინეთ ვანის სახარების ყდის შეცვლა, რადგან ძველი ყდა იყო მძიმე მდგომარეობაში, ამაზე უფრო ასმათი ისაუბრებს. საზოგადოების ნებისმიერ დაინტერესებულ
არსებულ პირს შეუძლია მოვიდეს ღონისძიებაზე, რამდენიმე საათით გამოიყენა თამამეფის კუთვნილი სახარება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეაფასოს შესრულებული სამუშაო თუ როგორ გამოიყურება სახარების ახალი ყდა. ხაზგას რამდენი ხანი მიმდინარეობდა ეს რესტავრირების პროცესი და რამდენად რთული იყო? პროცესი რთული იყო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფურცლების ბლოკის დაუშლელად მოხდა მხოლოდ ყდის რეკონსტრუქცია. პროცესი დაახლოებით გაგრძელდა თვენახევარი 2 თვემდე, რადგან დაუშლელად მოხდა ფურცლების დარბილება და გასწორება, რაც გამოწვეული იყო ზუსტად ამ 70-იან წლებში დამზადებული ყდით. მე ვიცი რომ არასწორად იყო ეს ყდა ხო? მეთოდი იყო რესტავრატორის მეთოდი იყო არასწორად შერჩეული, გარდა ამისა გამოყენებული მასალა არ იყო ესეთი მაღალი ხარისხის, როგორც შეგვიძლია დღეს ვიმუშაოთ გამომდინარე. და ლითონის სამაგრები იკვრება ეს ხო და ზოგადად ხელნაწერები იკვრება იმიტომ რომ არ დაზიანდეს და ეს შესაკრავებდა ლითონის დისკოები აზიანებდა უბრალოდ ფურცლებს ან პირველ 2 ფურცლებს და შემდეგ უკვე ეს დეფორმაცია გავრცელებული იყო შიდა ფურცლებსაც და ჩვენ შევეცადეთ რომ გამოგვეცვალა შეგვიძლია ვიყოთ ხო? შეგვიძლია ვიყოთ რადგან ლითონის შეხება ეტერატთან და ზოგადად ყდასთან საერთოდ არ არის და ეს თითქმის ლითონები ჩვენ ასლი და ზუსტი ასლი დავამზადეთ ოღონდ უკვე ვერცხლის რადგან უფრო მაგარია ძვირფასი ლითონია და ნაკლებად არის მისი ჟანგოსა და შემდეგ უკვე დაზიანებების გამოწვევის საფრთხე. აი მართალია კონკრეტულად ამ გამოცემებზე ვსაუბრობ, უბრალოდ ამ ძეგლებზე ვსაუბრობ, მაგრამ აი რომელია თქვა დღეს ხელნაწერთა ცენტრში ისეთი ძეგლი, რომელიც აი უსაფრთხოდ საჭიროებს რესტავრაციას ან დაკონსერვებას თუ არის ისეთი რაც აუცილებელია რომ აი მოხდეს დროულად ჩარევა. ხელნაწერებს ვერ დამოყოფთ. ესე კონკრეტულად ძნელია რა თქმა უნდა რომ შეიძლება ითქვას რომ ბევრი ხელნაწერია რომელსაც სჭირდება ასე ვთქვათ ხელისშეულება. თუმცა ხელნაწერი ძირითადად არის სტაბილურ მდგომარეობაში და შეიძლება ითქვას რომ ჯუჯის სახარება საჭიროებს ასევე რესტავრაცია. იგეგმება? კი, შეუძლებლად ყველა ფინანსებთან არის ხო კავშირი? სპეციალისტები ვინც მუდმივი პროცესი რესტავრაციის ლაბორატორიაში მიმდინარეობს, მაგრამ მაშინ რაც უკვე ფინანსებთან გვაქვს თქმა უნდა ეს პრობლემა. ვიოლეტა შევსაუბრობთ ქართული კულტურისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ძეგლზე, იქნებ მათ ისტორია თამარ შევახსენოთ მაინც მაყურებელს, მე გარეთმებული ვარ რომ იცის მაყურებელმა, მაგრამ კიდევ ერთხელ თამარ ვანის ოთხთავი ბუნებრივია თამარის ეპოქას უკავშირდება, როდის გადაიწერა მოქვის სახარება, რა ისტორიას მას მოკლედ რომ მოქვის სახარება 1300 წელს გადაიწერა აფხაზეთში მოქვის ტაძარში დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით. ახლა რაც შეეხება ვანის სახარებას გადაიწერა ბიზანტიაში თამარის დაკვეთით ხოლო შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ვანის ტაძარში დაიდო ბინა სწორედ ამიტომ ვეძახით მას ჩვენ ვანის სახარებას. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ხო ჩართული ვანის სახარებაში ხო გადიოდა რაღაცა რგოლები ტელევიზიის საშუალებით 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ინტენსიურად ვცდილობდით საქველმოქმედო კამპანიების გაკეთებას. ჯერ იყო მარჯანიშვილის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი, სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. შემდეგ იყო საქველმოქმედო აუქციონი, რომელშიც ვამელმა ხელოვანმა საზოგადო მოღვაწენი მონაწილეობა, შემდეგ ვიდეორგოლები, სატელეფონო ზარები, შემოწირულობები, საბანკო ანგარიშები, რა თქმა უნდა. რუსეთთან მიმართებით არ იყო ასეთი კამპანია. სახარებას და სწორედ ბატონი ზვიად კორძაძის დახმარებით მოხდა ამ ყდის შეცვლა. ძალიან დიდი მადლობა. გითხრათ ექსკლუზიურად ამცნოთ მოკლედ თქვენი ეთერის საშუალებით რომ 2015 წლის 27 მარტს პირველ საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს თამარ მეფის კუთვნილ ეგრეთ წოდებულ ვანის ოთხთავს ახალი რესტავრირებული ყდით და ყველა შეუძლია ადამიანს შეუძლია დაესწროს ამის ნახვა.
საათით იქნება გამოფენილი. ასე მოვალება. კანონიზებდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები თამარ კაკუბავა და ასმად გვაზდავა საუბრობდნენ განთიადის სტუდიაში. უნდა დაგამშვიდობოთ, ამოიწურა განთიადისთვის განკუთვნილი საეთერო დრო.